ქედის სათემო რადიო, შენი ამბავი, ჩვენი ეთერი. აქ ქედა ლაპარაკობს, შენ უსმენ ქედის ხმას. მოგესალმებით, სათემო რადიო ქედის ხმის მსმენელებო, მე გახლავართ ამ გადაცემის წამყვანი მადონა ფალავანდიშვილი. ჩვენ ყოველ გადაცემაში ვსაუბრობთ ადამიანებზე, მათ ისტორიებზე. და დღესაც იგივეს ვაგრძელებთ. დღესაც ადამიანების ისტორიებზე მოგიყვებით. მათ სიჩუმესა და ხმაურზე, ცხოვრებასა და ოცნებებზე, რომელიც ერთმანეთს უნდა გავუზიაროთ. დღეს გადაცემის სტუმარი არის პაატა აბაშიძე, ქედელი, პირველ რიგში ამით დავიწყებ, პოეტი, სკოლის დირექტორი, რომელიც სოფლის მრავალ ფეროვნებაში ქმნის ძალიან სიღრმისეულ პოეზიას. მოგესალმები, ძალიან დიდი მადლობა გადაცემაში მონაწილეობისთვის. გამარჯობა, მადონა, პირიქით მადლობა თქვენ და 1+ ჯარისკაცი კეთა დავამატოს. ამავდროულად პარალელურად გავდივარ სამხედრო სავალდებულო სამსახურს. ეს ხა ჩემთვის სიურპრიზი იყო. კი ბატონო. ძალიან სასიამოვნოა. გაიხარე, მადლობა თქვენ მოწვევისთვის. ჯარისკაცის მუნდირის ღირსეულად ტარებას. მადლობა. დღეს მყავხარ სტუმრად როგორც პოეტი, თუმცა პოეტის იქით არის კიდევ ბევრი სტატუსი, რომელსაც ატარებ. დავიწყოთ იქედან, რომ საიდან დაიწყო ზოგადად თქვენსა და პოეზიას შორის კავშირი, როდის აღმოაჩინეთ, რომ ეს ნიჭი გქონდათ? რა თქმა უნდა, დავიწყებ იქედან, რომ ცოტა არ იყოს გაცვეთილი ფრაზა და ჩემს შემთხვევაშიც რეალურად არ ყოფილა ასე რომ დავიწყო ახლა მე-5 კლასიდან ვიწყე ლექსებს, ჯერ კიდევ პატარა ვიყავი და რაღაცა არა. სინამდვილეში არის, ვიქნებოდი ალბათ მეორე კურსის სტუდენტი ვიყავი. რომ როცა შევატყე პირველად რომ ცოტა არ იყოს ფესვები უნდა გაიგას ლექსებმა ჩემში. ამასაც თავისებური ისტორია ახლდა რა თავიდანვე. სიყვარულის დღე იყო, მოგეხსენებათ და ვისაც ველოდი უნივერსიტეტში ის გოგო არ მოვიდა. იმ დღეს ხვალსა. არა და მე მთელი შემართებით სად ვიყავი, ყვავილი უნდა მეჩუქებინა, ველოდი არ მოვიდა და ვისკანაც ვიყიდე ყვავილი, ისევ იმას მივხვდა და ვაჩუქე რა. ცოტა არ იყოს პირველივე ცდილობა ლექსის დაწერის, აქედან დაიწყო და ზოგადად პოეზია ან მოჭარბებული ტკივილია, ან მოჭარბებული სიხარული. დანარჩენ შემთხვევაში ვფიქრობ, რომ რაღაც ცოტა გაცვეთილი და ბუტაფორული გამოვა ლექსი. ხო, უნდა მეკითხა ზუსტად, რომ მითი დაიწყე მეთქი. ხო, რაღაცა უნდა გიბიძგოს, რა ჩემი პირველი ბიძგი ეს იყო, ეს ჩემი ამბავი. უფრო დრამატულადაც შემეძლო, რა თქმა უნდა, ახლა მეწერა ეს ისტორია, ეს ამბავი, მაგრამ იყოს ამ დროისთვისაც. მადლობა გულწრფელი გამოცდილების და იმ წარსული ცხოვრების გაზიარებისთვის, რის გამოც თურმე დაგიწყია წერა. ხო, ჩემი შემდეგი კითხვა ასეთი იქნებოდა, თუმცა პასუხი უკვე გამეცი, რომ რა აწერინებს ზოგადად პოეტებს ლექსებს თუ ნებისმიერ შემოქმედებას. ან რაღაც სასიხარულო ამბავი, ან სევდა, ან შეიძლება უფრო გაშლა ამ თემისა და ის არის რა, მაინც პირველი მთავარი საყრდენი ძალა, რაც არის ეს. რაღაცა ემოციამ უნდა გიბიძგოს, ადამიანები ვართ ჩვენ, ბევრნაირი გრძნობა შეიძლება გაგვაჩნდეს და ეს რომელიმე გრძნობა მოქმედებს, გიბიძგებს, რომ დაიწყო, აიღო ხელში კალამი და მაინც ეს იმას არ ნიშნავს, რომ აუცილებლად დახვეწილი ლექსი გამოგივა პირველივე მცდელობაზე. წერე და თავის გზას იპოვის, მერე დაიხვეწება რაღაც. ერთი რომელი მწერალია, ზუსტად არ მახსოვს, მოვიშველებ მის ნათქვამს. ცურვა ისწავლება ცურვითო. კიდე კითხვა ისწავლება კითხვითო და წერაც ისწავლება კითხვითო. მთავარია იკითხო და შენში იფეთქებს აუცილებლად ის, რომ მერე აიღო ხელში კალამი და დაიწყო წერა. კითხვითაც და მაინც ცხოვრებისეული ემოციებიც. წერით ისწავლება, რა თქმა უნდა, მაგრამ გადატანითი მნიშვნელობით კითხვა, რომ მერე დაიწყო რა შეუდგე ამ საქმეს და ეს უღელი ბოლომდე მიიტანო. ხო, სანამ შენ შემოქმედებაზე გადავიდოდეთ კონკრეტულად, რა გავლენას ახდენს სოფელი შენ შემოქმედებაზე, სოფლის მრავალფეროვნება, სიჩუმე, ხმაურით? მეხმარება კითხვა პასუხის გაცემაში, კი. და სწორედ ჩემ შემთხვევაში ეს სიჩუმე, სიმშვიდე, ბუნების ჰარმონია, ეს მეხმარება ძირითადად. ყოფილა შემთხვევა, რომ
რაღაც მომწოლია გულს, გინდა არ გინდა უნდა დამეწერა, მაგრამ ამ გადატვირთული ხმაურის და რაღაც ქაოსის და რაღაც საქმეების და იგენის გამო ნაკლებად უფრო ძირითად შემთხვევაში სოფლის კლიმატი ეხმარება, სოფლის ჰავა ეხმარება ანკარაწყაროსი არ იყოს ამ სუფთა ლექსის შექმნას. სოფელში სხვანაირად უბერავს სიაც. კი ბატონო. ეხლა ამ ფონზე რომ რამე ლექსი წაგვიკითხო თქვენი შემოქმედებიდან, ჩვენ ადრე თუ გახსოვთ, ჩვენს გადაცემაში მონაწილეობას ხებულობთ და ესეთი ემოციებით წავიდნენ. აღნიშნა ეგეც აუცილებლად, მადლობა. ამ ელემენტებისათვის და მადლობა რომ ინტერესები შესაძლებლობა ეძლევათ ყველა შემოქმედს, ვისთანაც რომ მიგვიწრება ხელი რომ წარმოაჩინოთ თქვენი საშუალებით, თქვენი რადიო ეთერით თავი. პირიქით, მადლობა თქვენ. აი მოდი წავიკითხავ ერთ პატარა ლექსს, არც თუ ისე ახალია, მაგრამ სახელდახელოდ მოდი აღმასაღმოვაჩენ. რთულად ვწერ ლექსებს, მარტივია მხოლოდ მაისი. მოსაწყენია მონატრების კევივით ხეჭვა. ხომ არ არსებობს დაბრუნება, მაგრამ არიშლი და ყველა წუთის განცდას თავში წიგნივით ბეჭდავ. ეს უნდა იყოს ასეც, რომ ეს შენი ვალია, ის რომ გაიგო რა ყოფილა ცხოვრების ჯვარცმა, ისე ყალბი ვარ, დამიჯერე ისე ძალიან, როგორც ფანჯრებში ბალიშები მინების ნაცვლად. მე მთელი დღეა ვამბობდი, რომ ისევ დაგეძებ, დარისი ადრე, გვიანზეც კი ვეღარ მოვედი და ჩემი სიზმრის მატარებლის ლიან დაგებზე, დარბიან შენი მონატრების რკინის ბორბლები. ძალიან აი საიდან მოდის ეს სიტყვათა წყობა, მეტაფორული გადასვლები, აი როგორ გაფიქრდება, ძალიან საინტერესოა რა ეს შედარებები. ხო, აი თუ მაგის ახსნა არ არის. იცით რომ ახლა ვეცდები აუხსნა, მაგრამ როგორ აუხსნა? სვენელისთვისაც რომ იყოს. მერჩევნია პრაქტიკაში ვიმუშაობ ვიდრე თეორიულად აუხსნა, მაგრამ ვეცდები რამდენადაც გამომივა ამის ახსნა რა. სპეციფიკური მიდგომა ჭირდება აუცილებლად ლექს, ახლა თხრობითი, უფრო განსხვავებული ჟანრია, თხრობითი ლიტერატურა და პოეზიისგან განსხვავდება და აი გარდა იმისა, რომ ეძებს შემოქმედი ავტორი სპეციფიკურად სიტყვებს, რომ აი რითმა გამოვიდეს, რიტმი არ დაირღვეს ლექსისა, პლუს ამ ყველაფერს საზრუნავი აქვს ის, რომ უკეთ როგორ გამოვა ეს ხატრული ხერხები რომ გამოიყენოს, ეს შედარება იქნება, ეპითეტებით იქნება თუ მეტაფორებით თუ ჰიპერბოლებით, არ აქვს მნიშვნელობა, რაღაც საუკეთესო სიებაშია ყოველთვის და აი ამ კრიტერიუმებს რომლებიც აკმაყოფილებს ლექსი, მაშინ უფრო დახვეწელი და მაშინ უფრო ახმადია მსმენელისთვისაც. მაგრამ არის ლექსები, რომლებშიც პოეტები სიღრმისეულად რაღაცებს დებენ. კი, არის სხვათა შორის მეც ვცადე რამდენიმეჯერ დამერღვია ის ლექსის რიტმის და აი თეთრი ლექსის სახით ვერლიბზე ვამბობ, ბატონო. სადე და არ ვიცი, მოდი თუ მექნება შესაძლებლობა, მოდი წავიკითხო. როგორ არა, პირიქით, მე ძალიან მიყვარს პოეზია და მით უმეტეს მაგრამ იცით თქვენც რომ უფრო ორიენტირებული არის ვერლიბის შემქმნელი პოეტი, უფრო ორიენტირებულია მის სიღრმეებზე და აქეთ ნაკლებად მახვილდება ყურადღება თავის რიტმაზე. და იმ მის სიტყვების უკან დამალული აქვს მთავარი სათქმედი, რომლის გაგების ფართო არეალს უტოვებს კითხვას. კი ბატონო. შეიძლება მწერალს სხვანაირად ესმოდეს, კითხულს სხვანაირად გაიგოს. ეგეც არის. მაშინაა მემზიდველი და მაგნიტური ფუნქცია ირთვება, რაც უფრო მკითხველი თავის თავსი პოვის აღმოაჩენს შენს დაწერილ ლექსში და აი ხშირად ყოფილა რომ გეუბნებიან აი ჩემზეა დაწერილი, ზედ გამოჭრილია, მე როგორ მომესადაგება და რაღაცა და რაღაცა. ალბათ სასიამოვნოა პოეტისთვის ამის მოსმენა. კი, დიდად ეს დიდი კითხველისგან ამდაგვარი ქათინაურები მოდის და შეფასებები. კი ბატონო. აი სანამ მოვიდე მაგ ლექსს, მოდი ასეთ კითხვას დაგისმევ, პოეტები ყოველთვის ამბობენ, ან თუნდაც გალაქტიონი, რომ მუზები ყავდათ. გალაქტიონის მუზა მერი შერვაშიძე იყო. აი თქვენთვის არსებობს ასეთი რამე მუზების გჯერად, ან თუ არის პოეზიაში, ლექსი რომ დაწერა, ამისთვის მუზა საჭიროა? ხო, აი მუზაზე მოდი ღალატიდან დავიწყო.
მუზაზე ღალატი რომ არსებობდეს, მაშინ მაინც და მაინც კიდე არ გინდა ერთი მუზა უნდა გყავდეს ამოჩენებული და მე კიდე ჩემს ნათქვამს მიუბრუნდები, წაღანდელ ნათქვამს, რომ ჩემი მუზა შეიძლება იყოს ემოცია, ჩემი ემოცია, მოჭარბებული ემოცია და არ ვიცი ახლა რამდენად დამეთანხმებიან დიდი პოეტები ან ნაკლებად დამეთანხმებიან, შეიძლება არსებობდეს, მაგრამ ჩემ შემთხვევაში არა. აი, როცა მაქვს და თან დამხვება ის ემოცია, მაშინ არის ჩემი მუზა ეს. ხო და გამოდის რომ ეს მუზა ცვალებადია. შეიძლება აი, როგორ იცი, მოდი ცრემლს შევადაროთ და გავავლოთ პარალელებიც, რომ შეიძლება იყოს სინანულის, ზევდის, დამწუხრების, სიხარულის, რა თქმა უნდა. ხო და ემოცია, მოჭარბებულმა ემოციამ იცის, ხო, ცრემლი იცის, რასაც ენა ვერ გამოთქვამს და ვეღარ გადმოვცემთ, მე ლაპარაკობს თვალები. ანალოგიურად ლექსიც შეიძლება ტკივილიანი ლექსი არსებობდეს, შეიძლება სიხარულის პირიქით და აღტაცების მომენტი და რაღაცა. რავი, ჩემი მუზა მაინც ამით დავასრულებ, რომ ჩემი მუზა არის ჩემი ემოცია, რაც დამკვება, რასაც ვაგროვებ და აი ერთ ბაშად რომ გადმოსკდება ლექსის სახით და როცა აღარ აქვს ნიშნულობა, მე ერთი სტროფი დაიტევს თუ 7 სტროფი მაგალითად თავარია ითქვას და ეს ემოცია გადმოვცე. გეთანხმები მაგაში? მოდი მე ახლა თან პარალელურად ვეძებ და მე მგონი თან ვიპოვე აი თეთრ ლექსებს ავუბრობდით ჩვენ. თეთრ ლექსს ავიკითხე. მამაჩემი ერთხესაც ავდექი და მამაჩემი გავხდი. მოვდექი და მამაჩემი გავხდი. მამა მომენატრა და მამაჩემი გავხდი. გავიხადე ბავშვობა, ჩავიცვი მამაჩემის სული და მამაჩემი გავხდი. სახლის კარები შევაღებ, ზეზურგს მithვობდა და ჩრდილმა შემასწრო ოთახში. ხო და ადგნენ ჩემი მამამონატრებული შვილები და ჩრდილს დააცქერდნენ. იცოდნენ რომ ჩრდილის ბოლოს მიწებებული მე ვიქნებოდი და ჩრდილს შევყვებოდი ოთახში. ადგნენ და შემოეხვივნენ ჩრდილს. მეც შევყვები. მომეხვივნენ ჩრდილზე, ჩრდილიც ჩემია. ალერგიულ მიწას კენჭები გამოაყარა, სადაც ჩემი ჩრდილი მოხვდა. ოთახში ვეძებე ჩემი ჩრდილის მოსასვენებელი ადგილი და მოვისვენო. წყალი და მალევინეს, თვალსაც დავალევინა წყალი. ავდექი და მამაჩემი გავხდი. სხვა რა გზა მქონდა და გავხდი. ასეთ დროს რას არ გაიღებენ შვილები, როცა მამა მიდის სახლში. რას არ გაიღებენ ქვარ-მკვდარი ცოლები. ხო და მამაჩემი გავხდი. გავიხადე რეზინის ჩექმები, თოვლის ნესტისა და ოფლის ოხშივარი მოდიოდა ჩექმებიდან. ხო და მონატრებოდათ ეს სახლში ჩემებს. ჩრდილს ვანიშნე და ბავშვები კალთაში ჩაისვა. მოეფერა. მითხრა არა ითვალცრემლოო. ხო და არა ვთვალცრემლებულ ვარ. ავდექი და წამოვედი. დავტოვე ჩრდილი, მას აქეთ მამაჩემი გავხდი. რა მოკლავს კაცს? ძალიან მაგარი. სხვათა შორის ეს თეთრი ლექსი წაიკითხე მაშინ ჩვენ რომ შეხვედრა ჩავატარეთ და ჩემი ძმა მეუბნებოდა ისეთი ემოციით იყო განწყობილი, ძალიან მოეწონა. მიუხედავად იმისა, რომ თითქოს პროზაში გადადის. ხო, აი ეგ არის რა. ლექსად ვერ აღიქვა შეიძლება, მაგრამ ლექსად კარგი მოსასმენია. აი არაჩვეულებრივია რომ მოიტანო ასეთ შემთხვევაში ოთარ ჭილაძის ლექსის მაგალითი ადამიანი გაზეთის სვეტში, აი კითხულობ და ისე ლექსივით მირაკრაკებს და კითხულობ, მაგრამ შეხედავ და ლექსს არ გავს. თხრობითაა ძირითადად გამოცემული, მაგრამ მთელი ორიენტირება პოეტის ხდება თავის სიღრმეზე და თავის აზრზე, რაც უნდა ის რომ გადმოსცეს. თუმცა ასეთი ლექსები მის სათქმელს მაინც აბობს და იმას თავისი ადგილი უჭირავს და იმას თავისი. აი მოიტანა სიტყვამ და გეტყვით რომ ეს ბოლო პერიოდებია მინიმაში ვცდით საკუთარ თავს. მინიმა მოგეხსენებათ რა თქმა უნდა ხო იმისთვის რა თქმა უნდა სმენელებისთვის კი ბატონო ჩემთვისაც უცხო რაღაცა გიბადოთ და მინიმალისტური ლექსები იგივე აი შემოჭრილია შემოვიდა და სხვათა შორის ფართო აღიარებაც პოვა ქართულ ლიტერატურულ სივრცეში არც თუ ისე ახალია თუმცა საქართველოში დღესდღეობით იშვიათად ვიცი და შეიძლება ჩემი ბრალიცაა იშვიათად რომ ვიცნობ ისეთ პოეტებს რომ აი მინიმაში პოვონ საკუთარი თავი და დღესდღეობით ძალიან დიდი პოეტი ასეთ რიგებში ალექსანდრე მიშელაშვილი შეგვიძლია დავასახელოთ
ჩემთვის აღმოჩენა ეს კაცი მეგობრობთ დიდი ხანია Facebook-ით საშუალებითაც რა თქმა უნდა და გადაცემის შემდეგ მეც მოძებნი და გავიცნობი ამის შემოქმედებას. ანამდე შენი მოდი რამდენიმე წავიკითხავ და რამდენად ჩაჯდება ეს ამ კომპონენტში. აი სულ რაღაც ერთი ჭიქა წყალი მივართვი მამას და რა ვიცოდი ფილტრებში თუ ჩაუდგებოდა მაგალითად. გასაგებია რომელზე. ხო, თელი იმით გადმოცემა რა. ორ წინადადებაში მთელ ემოციას სამიტაები მაგალითად მინიმალურად ხო აი შეხედე ცოტა რომ დავხვეწო ამის განმარტება მინიმის განმარტება მეორე ხარისხოვანი და არაფრის მომცემი და ნაკლებად შინაარსიანი სიტყვებისგან დაცლილი აი თავარი ერთ კონკრეტულ მომენტზე ერთ კონკრეტულ ეპიზოდზე ერთ კონკრეტულ ამბავზე და აუცილებლად საჭირო სიტყვები ხო და მაგრამ დიდი აზრის მატყებელი რა. ეხლა მე როგორც მსმენელმა ეგლექსი რომ გავიგო შვილის პოზიციიდან, აი ესეთი საქციელები არ უნდა გააკეთო მშობელს რომ აიდანაშაულება რომ აი მოყვება შენ შეიძლება გინდოდა წყლის დალევა მომისთვის დაგელევინებინა წყალი, თუმცა აი პირდაპირ მნიშვნელობით ახლა ერთი ჭიქა წყალი რა ფილტრებში ჩასადგომია უბრალოდ. მაგრამ გადატანითი მნიშვნელობით ძალიან ღრმაა და ყოვლის მომცველია. ძალიან მაგარია. კიდე ხომ არ გაქვს რომ კიდე ერთი გაგვიზია რომ უყურებთ საში და პლანეტებზე ჩვენს გარდა არ ვის უნთია შუქი. არც ერთ პლანეტაზე შუქი არ უნთიათ. აი კეცრა გავართ ქუჩაში დაველოდებით პირველად ვისი ჩრდილი გაივლის. აი გადაკვეთის წერტილი ვისგან იქნება პირველად რომელი გამოივლის პირველად რომ ჩრდილმა ჩრდილს როგორმე აერიდოს და აქ დიდი ალბათობით ისე არიან დაშორებული, ნუ ლირიკული გმირი ვინცა, ისე არიან დაშორებული, რომ ალბათ ფიცით ან აღთქმია აქვთ ერთმანეთთან მიცემული, რომ ჩვენ აღარ გადავიკვეთებით, აღარ შევხვდებით ერთმანეთს. ორ ადამიანზე ხო, აქ პირიქით, რომელი ჩრდილი გადაასწრებს და რომლის ჩრდილს გადაკვეთავს, აი თურმე მათყუარა ფიცი დაურჩეთ. მაგრამ სიმძრით ყواو და როგორც ვარდები სასაფლაოდან. ეგეც ძალიან მაგარია. ვარდი, მაგრამ ყველა ვარდის ყვავილობა არა, ხომ ზოგი სიმძრით ყواو სასაფლაოდან იმზირება. ადგილსაც გააჩნია საიდან ყვავის და რა ეს ცოტა ომის ეხება, ომის მინიმა, აი კოჭლი სათაურად, კოჭლი. არასდროს უთქვამს მას ტყუილი, არც იმას ამბობს თუ რა ტყუილი თქვა ასეთი აგვისტოს ომში. აი ტყუილს მოკლე ფეხი აქვს და კოჭლიც იმიტომ აქვს სათაურად რა. ხო და რა ტყუილი თქვა ასეთი რომ ომიდან როცა ჩამოვიდა კოჭლია. ხო და რა ვიცი. არა და როგორი ღრმა არის ეს. აი თავარი დანიშნულება მინიმის არის ეს. ან თუნდაც ყულაბა მოდი ამ ერთსაც წავიკითხო. პირიქით ძალიან კაი მოსასმენია თუ ბევრი გაქვს ბევრი წავიკითხოთ. არა ნუ აღნიშნე რომ ეს ჩემთვის ცოტა იყოს ახალი და მინდოდა მეცა და უბრალოდ თავი რამდენად გამომივიდო. აი ყულაბა ერთ-ერთი ასეთი მინიმაა. მალე სავარძელს მივატოვებ. ჯერ ქირურგს ვუცდით. მოხუცი მამა ფულისათვის ყულაბას ჭედავს. ხვალ მარყურს შეკრავს და ხის ტოტზე რომ ჩამოკიდებს დედის კივილი შეასკდება ამაოდ ზეცას. ანუ მგონი ჩაწვდით ამის აზრს რომ აი ჭედავს ყულაბას იმისთვის რომ ხვალ როცა მოვა შავოსანი ხალხი, შავი ხალხი ჩემს გარდაცვალებაზე ფული შეგროვდება იმ ყულაბაში და იმ ყულაბას გამოიყენებს მე ჩემი შვილი რომ სავარძლიდან როგორმე ქირურგმა წამოაყენოს. ძალიან კომპლექსური და ჩახლართული ამბავი. აი თუ ჩემი შეფასება გაინტერესებს როგორც პოეზიის მოყვარული ადამიანისა, ვფიქრობ რომ მინიმაშიც ერთ-ერთი საუკეთესო პოეტი ხარ. ძალიან მაგარია. მადლობა. ესმის, მაგრამ მოდი უფრო დასაზუსტებლად ერთ ასეთ მინიმას წამოვიშველებ ალექსანდრე მიშელაშვილის მინიმას. აი დააკვირდი უბრალოდ რა სიღრმე აქვს. შვილიშვილების მოლოდინში დაპატარავდნენ თავშესაფარში მოქსოვილი შალის წინდები. სხვათა შორის ეს წაკითხული მაქვს. ხო, შეხვედრია. კი, შემხვედრია, უბრალოდ ავტორი ვინ იყო არ მახსოვს. ეგეც ძალიან ძიმე თემაა. კი. ხო და აი რა ვიცი. გისურვებ რას? იმას რომ ამ მიმართულებით ერთი კაი ნამუშევარი წიგნი გვაჩუქო ქედელებს და ზოგადად მარტო ქედელებს კი არა მთლიანად საქართველოს.
კარგი გადაწყვეტა მოიტანა და მაინტერესებს ჩემი ზეგნი გაქვთ თუ არა თქვენ. არა. აუცილებლად გახვედრე გაზრდილებას რომ გახვედრე. მადლობელი დაგრჩებით. პირველი მაინც და მაინც დიდი ვერაფერი, მაინც აი იმის არ იყოს საცდელი იყოს, საპილოტე იყო უფრო პირველი წიგნი, მოდი ასე ვთქვათ. და აი მეორე წიგნს აუცილებლად გაჩვენებთ. ვფიქრობ, ეგ თავმდაბლობა გალაპარაკებთ მასზე, თორემ ნუ ჩემი გადასახედიდან ორივე წიგნი, რომელიც გაქვთ, იქნება კარგი წასაკითხი და სიღრმისეული და იმ ემოციების მატარებელი, რომელსაც თავად განიცდიდით იმ პროცესში. ეხლა გადავიდეთ, აი წიგნები ახსენეთ, ორი წიგნი გაქვთ, როგორც საუბარში გავიგე. ხომ არ აპირებთ კიდევ ახალის გამოცემას ან მინიმის მიმართულებით? როგორც ასეთი მინიმების კრებულის გამოცემაზე არ მიფიქრია ჯერ. როგორც აღნიშნე, ახალი განვითარება ჩემთვის კი ჩემში ახალი წამოწყებაა და თითქმის ერთ წელზე მეტია ვცადე თავი უფრო სწორად ვცდი თავს რომანში. რომანის ნახევარი თითქმის დაწერილი მაქვს. ბევრი ეპიზოდი და პასაჟი აღებული მაქვს საკუთარი ცხოვრებიდან, რაც გამომივლია, მაგრამ ლირიკული გმირის სინამდვილეში მე არ ვარ, სხვა არის და უბრალოდ ისტორიები არის შეკრებილი. სათავგადასავლოა რა. მოქმედება იწყება აჭარიდან. აჭარაში ხდება. მოდი ახლა შევთანხმდეთ, ეს წიგნი რომ ზისხის იხილავს, ჩვენი ორგანიზაცია იქნება თქვენი მხარდამჭერი და სადარაჯოზე იმაზე, რომ დიდ საზოგადოებას და ფართო საზოგადოებას გავაცნოთ. დიდი მადლობა. აქამდე გადაცემები რაც ჩავწერე, პირველი ეპიზოდები მქონდა ისეთ ადამიანებზე, რომლებმაც ქედა არ დატოვეს და რაღაცა ის ვარ ჩაციკლული ამ საკითხზე. თქვენ სოფელში ცხოვრობთ, ცხვრისში და რამ განაპირობა ის, რომ არ მიდიხართ იქედა? რა გაკავებთ? რა ვიცი, აი გულსათქენია და აღსანიშნავია, ჯერ აღსანიშნავია, რომ საიდან უნდა ებრძოლო და საიდან უნდა ეძიო ეს პრობლემა და პრობლემის აღმოფხვრა რომ შეგეძლოს, აუცილებლად უნდა ვახსენოთ, რომ ვიცით დღესდღეობით საქართველოში როგორ ხდება საკუთარი კერი, საკუთარი ფუძის, საკუთარი სოფლის, საკუთარი ეზოკარის და კარმიდა მოსმიტოვება. ძალიან მტკივნეული თემაა ეს. ნუ ახლა ამით იმისკენ არ მიმყავს საუბარი, რომ ვერ ვიმეტებ, მეთქი და მაგის გამო შევრჩერდი და აი მე ვარ მხოლოდ ის გმირი, ვინც აღმოჩნდა სოფლის შემაკავებლად, მეთქი ამისკენ საერთოდ არ მიმყავს ლაპარაკი, მაგრამ აი წარმოვიდგინეთ და რავის, გარდა იმისა, რომ ბავშვებთან მაქვს, მოდი ნახტომს გავაკეთებ აზრიდან აზრზე და მე შევაკოცეცებ. გარდა იმისა, რომ ბავშვებთან მაქვს ურთიერთობა, სასკოლო გარემო მოგეხსენებათ და ისიც მოგეხსენებათ, რომ თითქმის განახევრებულია სკოლები და სადღაც 40 საათ ბავშვი მყავს დღესდღეობით სკოლაში. როცა ჩემი სკოლა ემსახურებოდა 200-ზე მეტ ბავშვს. გარდა ამისა, არის რაღაც შემაკავებელი. გარდა იმისა, რომ მე გამიტარებია თვითონ ბავშვობა ისევ ჩემს ეზოში. ეს მთები და ეს ხედები არ მოძველებულა, არ გახუნებულა და ისევ იმ ბავშვური ახალ თვალებგახელილი ვუყურებ ამ ყველაფერს. აი რისი თქმა მინდა, იცი? ვადა რომ არ გაუდის, ყავლი რომ არ გაუდის და ისევ იმ სიახლეებით რომ ვეგებები მithumedas ამ ყველაფერს როცა ვამატებ, რომ აი მამა ჩემმა მთელი ცხოვრება შეალია იქაურობას, მთელი ცხოვრება იმ ეზოკარში გაატარა, მთელი ცხოვრება რაც მე მინახავს სულ როცა მივდიოდი კიბეზე დამჯდარი გველოდა შვილებს და აი მგონია რომ რა ალბათ იმიტომაც ვერ ვტოვებ ამ ხარეს, რომ მგონია ერთ დღესაც მივალ და მამა ჩემი დამხდება მithumedas საკმაო ხანი გავიდა მისი გარდაცვალებიდან და ალბათ რა ვიცი ამის მოლოდინში ვარ და რა მოკლავს გას იმედი და არის იმედი გქონდა. ხო და აი არ გემეტება უბრალოდ რა უკეთეს რას ჩაისუნთქავ და უკეთეს საწახვალ და უკეთეს გარემოს სადიპოვი. როცა ბავშვობიდან იქ იზრდები და შეჩვენა. არათაშვილის არ იყოს საბრალოა, მხოლოდ კაცია პოლიო, ძნელღარბოვოს რა დაკარგოს მანტოლიო და ნამდვილად როცა დაკარგავს შენს გარემოს, შენს ტოლოს
შენს თანამგზავრს აი სადაც გაგიტარებია მთელი ცხოვრება მე ძნელად თუ იპოვე ეს უკეთეს შემთხვევაში ან უარეს შემთხვევაში საერთოდ ვეღარ იპოვე ან თუ იპოვე ისეთი ერთგულები ერთგულებს და ვერ გემენ ისეც ვეღარ რაც ყავდა და ვინც ყავდა საინტერესო მიგნება საინტერესო პოზიცია ეხლა იმაზე რომ გადავიდეთ სკოლის დირექტორი ხართ ამავდროულად როგორ უთავსებთ პოეზიას თუმცა პასუხიც უკვე მაქვს ალბათ პოეზიას და საქმიანობას ამ ადმინისტრაციულ და მმართველობით საქმიანობას აი მოდი საიდან დავიწყებ ისი ამ კითხვაზე პასუხის გაცემას ну პროფესიით ფილოლოგი გახლავართ მე ქართულის მასწავლებელი ვარ მაგრამ თუ ჩემში ამ უნარებს პოეზიას უნდა ეფეთქა ჩემში თუ უნდა ეფეთქა მნიშვნელობა არ ქონდა რა პროფესიის წარმომადგენელი იქნებოდი ეს სრულიად შესაძლებელია ქიმიკოსი უყოფილიყავი ან ფიზიკოსი უყოფილიყავი ეს იმდენად ახლოა ჩემს პროფესიასთან ლიტერატურა ზოგადად ლიტერატურას ვასწავლე ბავშვებსაც რომ ვფიქრობ თან ამას დროც არ ჭირდება მოგეხსენებათ გადატვირთული საქმიანობა მუდამ ყურადღების ცენტრში უნდა იყო მუდამ ბავშვებთან ურთიერთობა რა თქმა უნდა არ შეიძლება ერთი წუთითაც მოდუნება ნუ რამდენადაც გამონდის ახლა კი არ ვიცი მაგრამ აი ამ პოეზიას ლექსის წერას ლიტერატურას ზოგადად ვფიქრობ რომ დრო არ ჭირდება ამას რო ვერ განსაზღვროს ყოველთვის აი შეგიძლია ძილი მოიკლო და ლექსი დაწერო აი საკაცამეში ხო რა თქმა უნდა აი მან ძილი მოიკელე და ნუ მიხვალ ბოლომდე შეჩერდი გზაში და დაწერო ლექსი ყველაფერი მოიკლო ვეგუებით ჩვენ ადამიანები ყველაფერს და არ ვართ ყოველთვის იმ კომფორტის ზონაში რომ გინდა არ გინდა მაქსიმალურად მივწვდეთ ყველაფერს დავიკლებთ რაღაცეებს და შეგვიძლია მოვისალოთ ამ დროს ლექსისთვის და პოეზიისთვის. რა ვიცი, ახლა მეხმარება, ერთი სიტყვით მეხმარება ლიტერატურა, პოეზია, ჩემს საქმიანობაში. ხელშემწყობი აღმოჩნდა თქვენ შემთხვევაში. აი ახალ თაობას რომ გადავალოთ თვალი მომავალ თაობას, როგორ არის თუ არა დაინტერესება პოეზიის მიმართულებით? კონკრეტულად პოეზიის ვერ ვიტყვი. ანუ მე კიდევ აღნიშნავ რომ აი ცოტა სპეციფიკური მიდგომა ჭირდება რა პოეზიას და ლექს ზოგადად მაგრამ ღმერთს მადლობა უყვართ ლიტერატურა ბიბლიოთეკა მინდა აღნიშნო რომ ძალიან კარგად მოწყობილი თითქმის არ ვიცი ნებისმიერ სოფელს და სკოლას შევეჯიბრები ცხმურეში რომ ბიბლიოთეკა მაქვს მოწყობილი მიხარია თან და მეკითხა თანამედროვე თავაზობთ განსხვავებულს პროექტებს მოდერნიზებული თანამედროვე და აი მუშაობთ რა მასწავლებლები ამ კუთხით პროექტებს ვამუშავებთ ბავშვები ლიტერატურაში ჩართული არიან რაღაც ახლა სხვათა შორის აი იმედია მეორე სემესტრიდან დავიწყებთ მასწავლებლების დახმარებით, ჩემი მეგობარი მასწავლებლების დახმარებით, ახალი იდეა მოგვაფიქრდა, მეორე სემესტრიდან ვაპირებთ დაწყებას, დავაწყესოთ კონკურსი და გამოვლინდ გამარჯვებული აი ლიტერატურის ჩართულობით, წიგნიერებისგან ჩართულობით, რომ უფრო მეტი დაინტერესება პოვოს. დიდარი ბიბლიოთეკა გვაქვს, ხო გარდა იმისა, რომ კეთილმოწყობილი გვაქვს დიდარი ლიტერატურაც გვაქვს, აი ძველიდან მოყოლებული წიგნებით, რა თქმა უნდა, აღჭურველი გვეხმარება ამაში თანამედროვე მწერლობაც და თანამედროვე წიგნებიც, აი გასული წელი იყო, მე მგონი 200 წელი წიგნი გასულ წელს კი 200 წელი წიგნი საჩუქრად გამოგვიგზავნეს თბილისიდან ჩამოგვიტანეს მწერლების ყავდა სკოლაში და ასე შემდეგ და რა ვიცი. მადლობა უღრმესი გადაცემაში მონაწილეობისთვის, წარმატებებს გისურვებთ. და იცოდეთ რომ თქვენი პოეზიის სადარაჯოზე ჩემი სახით ძალიან დიდი გულშემატკივარი გყავს. ჩემთვის კიდევ ზოგადად პოეტისთვის ეს ძალიან დიდი კომპლიმენტია და მადლობა ესთვის თქვენ. მადლობა და ვემშვიდობები ჩემს რადიო მსმენელებსაც შემდეგ გადაცემით. მადლობა. იცვლება წელი, გარეთ ართოს ცოტა ალბათ ვარ. და ვირუსებზეც აღარ ვფიქრობ, არც მორჩენებზე. ჩემი შვილებიც დაიზარდნენ, ეგ კი არა და აღარ უფრთხიან საწყოლის ქვეშ მყოფ მოჩვენებებს. გინდ უწვიმია, გინდა არა რომ ამის მერე აზრი არა აქვს ისე მოთოვს თოვის მეფე ვარ.
არის ისეთი დღეც ხანდახან რომ დამიჯერე და საღამებლად საერთოდაც არ გემეტება. რა სირცხვილია რომ მართავს და თვალის სენსორი ვერ აღწევს დიდად მზის ჩამსხვრეულ ფანჯრის მინიდან. უფროსი ვაჟი წრფეხა სწავლებს ABC-ს შორის და მე მხოლოდ ცედა მაქვს სისხლით ჰეპატიტიდან. როგორ დავეშვით, რომ სიბნელე გვიჩანს თვალებში. გალეშილ მთვარებს სახს ვუშენებთ როგორც ხითხურო. როგორ მაშინებს სხვა თასითბო ბოლოხანებში წიგს საერთოდ აღარც ვკითხულობ. ხო და ითოვოს, რას დამაკლებს ჩემი რამიდის, თუნდ ჩამოიქცეს მიწაზეცა ციდან მეშვიდე. არაფნის პროგნოზს არ ვნახულობ გარდა ამინდის, რომ წინ და წინვე ვიცოდე თუ როდის შემცირდეს.